გუშინ ჩემი მიერ დადებულმა ვიდეომ ისტორიაში უდიდესი ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია და ხალხში გამოიწვია დაინტერესება თუ როგორ უნდა გადაემოწმებინა თავიანთი იმეილები იყო თუ არა ამ ბაზაში. მსგავსი კონტენტი რომ არ გამოგჩეს და ბევრი სხვა საინტერესო ეკონომიკურ თემასთან დაკავშირებული კონტენტი, მაშინ უბრალოდ აქ დააჭირე ხელი გამოწერას და ბევრ სხვა ვიდეოს ამოგდიდებს კიდევ ჩემგან. ახლა კი გადავიდეთ მთავარ საკითხზე. როგორ უნდა გადამოწმდეს თქვენი იმეილი არის თუ არა გაჟონილ ბაზაში? ეს ბაზა მართალი არ არის სრული, არის რაღაც ნაწილი, რომელიც ამ წლის თებერვალში გამოვიდა, მაგრამ ჩემი იმეილი გადავამოწმე და რამოდენიმე ადგილას იყო მოხვედრილი ჩემი ინფორმაცია. ახლა კი დავიწყოთ როგორ უნდა გადავამოწმოთ. პირველ რიგში უნდა შეხვიდეთ აი ამ საიტზე, აი აქ ზემოთ მიწერია და შემდეგ აი ამ ველში ჩაწერთ თქვენ იმეილს, რომელსაც იყენებთ ძირითადად ან მეორე ხარისხოვნად, რისი გადამოწმებაც თქვენ გსურთ და ჩეკის შემდეგ ამოგიგდებთ მსგავს მონაცემს. აი მსგავს მონაცემს ამოგიგდებთ. ჩემი იმეილის შემთხვევაში 4 სხვადასხვა ადგილას იყო ინფორმაცია გაჟონილი. ერთ-ერთი გამოსული იყო ამ წლის თებერვალში ერთ-ერთი ცნობილი Telegram არხიდან, სადაც 284 უნიკალური იმეილში არის ინფორმაცია მოცემული, იმეილები, პაროლები და ასე შემდეგ. ეს კიდევ ერთი გაჟონვა საიდან მოხდა, არა 106 მილიონი უნიკალური იმეილი და მონაცემი. ეს 2022 წელს ამ საიტიდან მოხდა ინფორმაციის გაჟონვა და თქვენს თუ გქონდათ ამ საიტთან შეხება, აუცილებლად გადაამოწმეთ, რადგანაც ადამიანებს უმრავლესობას რატომღაც შევყავს ერთი და იგივე იმეილი და პაროლები ხშირ შემთხვევაში და მაგას არ უნდა ვაკეთებდეთ. და კიდევ ჩემ შემთხვევაში 2019 წელს აი ამ პროგრამიდან თუ საიტიდან არც მახსოვს რა იყო, მოხდა ინფორმაციის გაჟონვა. ჩემ შემთხვევაში მეტი არ დაფიქსირდა, მაგრამ ეს არის ძალიან მცირე მონაცემი, შეიძლება 5%-იც არ იყოს იმ 16 მილიარდიანი მონაცემის, რაც გასაჯაროვდა გუშინ ღამით დადის ნიუსი, Cyber News-ზე და ბევრი დიდი მონაცემთა ბაზა არის და ყველაზე მთავარი რაც არის, თუ გაქვთ კრიპტოსაფულეები, ბირჟები, ეგ იმეილები არ გამოიყენოთ რაღაც მსგავსი ტიპის საიტებზე დასარეგისტრირებლად. მაგისთვის შექმნით რაღაცა მეორადი იმეილი და მეორადი იმეილები გამოიყენეთ მსგავს საიტებზე შესაყვანად. ეგ დაგაზღვევთ ძალიან და თუ შეიძლება მოგეცემათ ტელეფონებიც და დივაისებიც, თუ დიდ კრიპტო თანხებს ფლობთ, ცალკე კონტენტ მაგ კრიპტო ბირჟებისთვის, რადგანაც ძალიან ბევრი ინფოსტილერების გაგზავნა და ასე ვთქვათ, ფიშინგის მეთოდით შეიძლება მოპოვება ინფორმაციის თქვენგან და მნიშვნელოვანია რომ მსგავს პლატფორმებთან არ გქონდეთ წვდომა თქვენ ბირჟებთან ერთად. მოკლედ სულ ეს იყო, ბევრი მთხოვდა რომ მე თქვენ მათთვის როგორ უნდა გადაემოწმებინათ თავიანთი იმეილი, აი ამ საიტზე შეხოთ და შეძლოთ ასე მარტივად გადამოწმებას. დამიწერეთ რა საიტები არის, საიდანაც გაჟონა ინფორმაცია, ჩემ შემთხვევაში გასაგებია, კიდევ თუ აი რაღაც საიტები მაინტერესებს და სხვებსაც გავაგებინოთ, იქნებ მიიღონ შესაბამისი ზომები, აბა დროებით და წარმატებები.